Დამტკიცებს თუ არა პარლამენტი უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურებს, რომლებიც პრეზიდენტმა წარადგინა. სწორედ ამ თემაზე მიმდინარეობს დღეს მსჯელობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. გიორგი მარგველაშვილის წარდგენილი კანდიდატურების დამტკიცების საკითხი პარლამენტში ერთხელ უკვე ჩავარდა. გენო სიყმაშვილი განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. გენო, ამჯერად მაინც თუ აპირებენ დეპუტატები ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერაშვილის კანდიდატურებს მხარი დაუჭირონ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ამჯერად ორივე წარდგენილი კანდიდატს მხარს დაუჭერენ და ამასთან დაკავშირებით ფაქტობრივად მთლიანი უმრავლესობა ერთიანია. როგორც შეაღნიშნა სოფო ამ წუთებში იურიდიული კომიტეტის ხდომაზე სწორედ ამ კანდიდატებს უსმენენ, მათთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს გარკვეული კითხვები აქვს, თუმცა ეს არ იქნება ერთ-ერთი კომიტეტი, რომლის კითხვებზეც პასუხის გაცემა ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს მოუწევთ. უკვე ხვალ ისინი შეხვდებიან იურიდიული ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხდომაზე დაესწრებიან და მათ კითხვებსაც გასცემენ პასუხს. მე შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ორივე კანდიდატი 2 თვის წინათ წარუდგინა პარლამენტს, თუმცა მაშინ საპარლამენტო უმრავლესობამ მათ მხარი არ დაუჭირა და ამის მიზეზად ძირითადად დასახელდა ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არ ჰქონდა დეტალური ინფორმაცია მათი პროფესიონალიზმისა და მოღვაწეობის შესახებ. რაც ხელისუფლებაში ვართ, პირველად გვიწევს უზენაეს სასამართლოს წევრების შერჩევა იმ ფონზე, რაც ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლებას სჭირდა, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა არის ძალიან მაღალი და ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებიან ჩვენი კოლეგები, ვიდრე ამას ოდესმე ჩვენს ქვეყანაში აკეთებენ. საერთო ჯამში თუ ვისაუბრებთ ფონი როგორი არის, კი გადაწყვეტილება მიღებული არის, რომ ამ ადამიანებს უმრავლესობის ხარდაჭერა ეკეთებათ. მიმდინარეობს კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგს ჩვენ გავიგებთ პლენარულ სტომაზე. პირდაპირ მე რამდენად იცი 2 კვირის შემდეგ იქნება კენჭისყრა ამ საკითხზე. დავედოდოთ კენჭისყრის შედეგებს, მე არ მინდა მოვლენებს წინ გავუსვათ. თავის დროზეც ეს კანდიდატები იყვნენ იურიდიულ კომიტეტში, შესაბამისად მაპროფილებელია ჩვენი კომიტეტი. შესაბამისად ჩვენ ყველა კითხვაზე თითქმის პასუხი მიღებული გვაქვს. მე არ ვიცი ხ კომიტეტის წევრებს აქვთ თუ არა რაიმე კითხვები, პირადად მე კითხვები არ მაქვს, შესაბამისად მაქვს პოზიციაც, რომ არც არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, რომ ამ ადამიანებს მხარი დაუჭირო. იურიდიული კომიტეტის დღევანდელ ხდომას ტრადიციულად არ ესწრება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, თუმცა დავით არჩაშვილმა ამ თემასთან დაკავშირებით მაინც გააკეთა კომენტარი და მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ამჯერად მაინც დაუჭერს უმრავლესობა მხარს წარდგენილ ორივე კანდიდატს, ეს იქნება იმის დადასტურება, რომ ისინი მიხვდნენ თუ რაოდენ დიდ ჭიშხლში შეყავდათ თავიანთი კანდიდატურის ჩაგდებით პრეზიდენტის ინსტიტუტი და თავად პრეზიდენტი. თუ კი დაუჭერენ მხარს პრეზიდენტის კანდიდატურებს, ეს იქნება მანიშნებელი, რომ მიხვდნენ რამხელა ჭიხში შეყავდათ პოლიტიკური სისტემა მთლიანად. უმცირესობის პოზიცია იქნება კონკრეტული ადამიანების ღირსებების მიხედვით. ჩვენ არ უშლიდით ხელს სასამართლოს სტრუქტურების დაკომპლექტებას, თუ ვინმემ დაწერილიც და დაუწერელი პირობებიც და არ ღვია და ჩვენ არ მოგცა ჩვენი კვოტის გაყვანის საშუალება, ეს იყო უმრავლესობა. უზენაესის სასამართლოს მოსამართლებად ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის დანიშვნის საკითხი მომავალ კვირას პლენარულ სესიაზე გაირკვევა, თუმცა მანამდე პარლამენტი ასევე იმსჯელებს 2015 წლის ბიუჯეტის საკითხთან დაკავშირებითაც, ამასთან დაკავშირებით კი უკვე ხვალიდან დაიწყება საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე განხილვა, სადაც 2015 წლის ბიუჯეტს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადული წარადგენს. უმრავლესობის განცხადებით პრიორიტეტად რჩება კვლავ ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის თემები, თუმცა მას ასევე ემატება ინფრასტრუქტურული და განათლების თემები. ამასთან დაკავშირებით ახალი პროექტები იქნება შემუშავებული და მათთვისაც გამოიყოფა ბიუჯეტი, თუმცა უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ზურაბ ტრემალაძის განცხადებით 2015 წლის ბიუჯეტში ისინი შეეცდებიან, რომ ასევე პრესიების ზრდის საკითხიც განიხილონ. ამბობდით, რომ ეს არ იყო სოციალური მიმართულება კიდევ და კიდევ მნიშვნელოვნად რჩება ჩვენს ბიუჯეტში. მინდა გითხრათ, ზოგადად გაიზრდებოდა თუ არ გაიზრდებოდა პენსიები, ნამდვილად გაიზრდება 2015-16 წლებში პენსიები, უფრო მეტიც მინდა გითხრათ, რომ ალბათ რაღაც გარკვეული სპეციალური პაკეტის შემუშავდება სოციალური მიმართულებებით, სოციალური დაუცველებისათვის, პენსიონერებისათვის პირობებში, რომ გარკვეულად მათი შემოსავლები გაიზარდონ. ძირითადი პრიორიტეტები იქ უკვე არის, რაც შემოტანილია, ეს არის ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და განათლება, მაგრამ არის ბევრი სხვა ნიუანსები და მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის პენსიებთან დაკავშირებული საკითხი და ამაზე ხვალ ჩვენ გვექნება გარკვეული დებატები.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლებად დანიშნვის საკითხს, როგორც უკვე იცით, იურიდიული კომიტეტის ხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს და ის კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდება. მადლობთ გენო გენოსუხაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.